ნამსხვრევები. ალო? დილარა, რა მოხდა შულო? შეხვედრამ როგორ ჩაიარა? კარგად, მამა. როგორც თქვენ მითხარით, თითქმის ისე მოხდა ყველაფერი. ძალიან კარგი. ის ხალი სადილად გვეწვევა? თუ ჯანსუსთან დაახლოება უნდა, სხვა რა გზა აქვს. კარგი, მთავარია მოვიდეს, დანარჩენს მე მივხედავ. ვიცი როგორ უნდა მოიქცე. მამა, დარწმუნებული ხარ? ჯიჰანი ძალიან გაბრაზდება. რა? რატომ უნდა გაბრაზდეს ბატონი? რა ვიცი, მას უნდა რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოაგვაროს. კი, ჯიჰანმა რა იცის, რა როგორ მოგვარდება. შვილო, მთავარია რომ შენ ხარ ჩემს მხარეს. ჯიჰანი თუ გაბრაზდება, გაბრაზდეს. ერთ დღესაც მიხვდება რომ ამას მისი ოჯახის საკეთილდღეოდ ვაკეთებ. კარგი, მამა, დაგემშვიდობები. დროებით. გულსარენ, ჭკუა სულ დაკარგე. ნუ თუ ვერ მიხვდი იმ ქალს რა უნდოდა? ჩვენთან საკუთარი ფეხით რატომ მოვიდა? სახეში გიყურებს, გიღიმის და გატყუებს, ვერ გაიგე? იმ ქალს ბევრი ფული აქვს. რასაც ჩვენ ერთ წელიწადში ვხარჯავთ, ეგ ერთ დღეში ხარჯავს. მიუხედავად ამისა, ცდილობს რომ ხაზალი მუხტად ჩაიგდოს ხელში. ვერ მივართვი? ხმა რატომ არ მოიღე? რატომ არ უთხარი რომ ჩვენს გაზრდილ გოგოს უფასოდ ვერ გაატან? ძლივს ბედმა გაგვიღიმა. გაჩუმდი თორემ რამეს გამომტყუებ. გაჩუმდი? გამოგტყუებ და ჯანდაბას. ხაზალზე იმდენი ფული მაქვს დახარჯული. თუ არ გადამიხდიან გოგოს არ გავატან, არა? მომისმინე. თუ კიდევ ახსენებ ფულს და ხაზალის გაყიდვას გეფიცები თავს გაგიხეთქავ. მივდივარ, ვეღარას დროს ნახავ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. როგორ შევიდეთ დაბლოკილ საიტებზე მარტივად? პირველ რიგში ვაწვევით ინტერნეტის ღილაკს, შემდეგ კავშირისა და ინტერნეტის პარამეტრები. მოცემულ ფანჯარაში უნდა დავაწვეთ Change Adapter Options. ამის შემდეგ ვაწვევით მარჯვენა ღილაკს და Properties. გადავდივართ შესაბამის სექციაში. ეს ნიშნული უნდა მოვნიშნოთ და გრაფაში მოცემული ციფრები ჩავწეროთ. რის შემდეგაც საიტებზე ჩვეულებრივად შეხვალთ. არ დაგავიწყდეთ სხვებისთვის გაზიარება.